ეს ჩემი დამხმარია. ოღონდ დაავალე. სკოლა რო დაამთავრე, ეტაპი დასრულდა ბავშვობის და დავიწყე მუშაობა. დავიწყე მუშაობა პორტში. პორტში სანაპიროზე. და იქიდან უცებ წამიყვანეს ჯარში. 66-ში ჯარში წამიყვანეს. ჯარი რო დაამთავრე, ჯარიდან რა პროფესია უნდა გესწავლა ჯარში არაფერი არ ესეთი და ჩამოვედი ისევ დავიწყე პორტში მუშაობა. სიტუაცია სხვანაირი სიტუაცია შეიქმნა. ჩემი ბიძაშვილი სოსო შენგელია მუშაობდა ტექნიკის სახლში. ტექნიკის სახლში კი არ მუშაობდა. ტექნიკის სახლში ჰქონდა ლაბორატორია. და დავიწყე ტექნიკის სახლში მუშაობა. მაშინ დირექტორი იყო იაგო ახობაძე, დიდებული პიროვნება, ადამიანი, რომელიც რამოდენიმე ათეულ პროფესიას ფლობდა. თუ რამე ვისწავლე ცხოვრებაში, აი მასთან ურთიერთობით ვისწავლე. ტექნიკის სახლში მუშაობდი, პარალელურად სოსოსთანაც მუშაობდი რამ მხრივ. ვეხმარებოდი, მე რას ვაკეთებდი, არაფერს უბრალოდ ვსწავლობდი, უყურებდი და ვსწავლობდი. თითქმის 3 წელიწადი მუშაობდი იქ. ეს ფოტოგრაფია დამაინტერესა. უკვე რაღაც ეტაპზე ვიყავი, უკვე სწავლიც ვიყავი, რაღაც შემეძლო დამოუკიდებლად გაკეთება და მოხდა ასეთი, რომ სოსოს იცნობდა ხარიტონ ახვლედიანი. და სოსოს კარგი ავტორიტეტი ჰქონდა და ხარიტონს უთქვამს მისთვის, რომ თუ იცნობო ვინმესო, რომ ჩემთან მოვიდესო და სოსომ მითხრა, რომ ასე მუზეუმში ადგილი არის ფოტოგრაფისო და მე ველაპარაკეო ხარიტონსო და შენ თუ გაწყობსო და თუ შეძლებო ძალიან გამიხარდა. მაშინ 100 ადვილი არ იყო სახლში ჯდომა, უნდა გემუშაო და რაღაც შემოსავალი უნდა ქონოდა. დავთანხმდი და წარმადგინა სოსომ ხარიტონთან. გავიპრანჭე რაღაცა галстуки და რა ფრანგული კოსტიუმი მქონდა მაშინ ამბავი და სადა გოგონი პროგრამა გამარჯობა. როგორ ხარ? თავი? ძოწანი ჯარი მასკი. თქვი, მაგაზი არის. რო შემოვიდი აქ ჩემი მეუღლე აქ მუშაობდა უკვე მუზეუმში. ექსკურსია ბრძოლი იყო. და რო დამინახეს ახლა მე მისი გადმოცემით ვიცი რომ აქ თურმე სწავლული მდივნის თანამდებობაც ვაკანტური ყოფილა იმ პერიოდში და იმათ ეგონათ რომ მე წარმოვადგინეს სწავლული მდივნად ახალი სწავლული მდივანი მოვიდაო და ხარიტონმა ფურორი მოახდინა ჯერ თეთრი თმები ქონდა რაღაც ისე რომ შეხედავდი შტამბეშტავი ადამიანი მომეწონა მასაც მოვეწონე ნუ როგორ მითხარი ვიმუშაებ მეთქი და იმავე დღესვე გამაფორმეს სამსახურში და იმის მერე მოყოლებული ვარ და ვარ.
არა, კამერა, კარგი ხარისხის კამერა. განათება რო იყოს, მაშინ კი არ იქნება ბოლაშკები, აი ნახე. ნახე, ხედა როგორია, არა წმინდა, სახე წმინდა არაა. ამ დროს განათება ამას ყველაფერს მოაშორებს. ახლა აქედან შევიდა როგორ ვითომ არ ჩანს, ხო? მისაღებია, მაგრამ აი გადიდების დროს ნახე რა ხდება. იმიტომ რომ მაღალ უზრუნველობაზეა გადაღებული და იმიტომ ეს არ უნდა იყოს. სახე უნდა იყოს წმინდა. ხო და რამე პროგრამაში რომ ეს ფოტო გავტესტოთ და ხარისხი მივცეთ? კი, შეიძლება, აი ესე წასაშლელია. ახლა აი ეს წავშალოთ. ადაპტირება ცოტა გამიჭირდა. კულახდილად გეტყვით. მაგრამ რა არის, თუ გინდა რაღაცას მიაღწიო, უნდა ისწავლო, აუცილებლად ვისწავლო, ბევრი რაღაცები ჩემით ვისწავლე, ბევრი რაღაცები ვიღაცებამ ასწავლეს, ახლაც მასწავლიან და რასაც მივაღწია, ჩემი მონდომებით მივაღწია ამას. რა თქმა უნდა, ძნელია და ბევრი რაღაცები კიდე სასწავლი მაქვს. არაფერი არ იყო აბსოლუტურად. ძველი აპარატურა ჰქონდათ რაღაც დამტრეული, ვინგრეული, მონგრეული. სოსოს ნათხოვი აპარატით მუშაობდი. არანაირი საშუალება არ იყო რა. ნუ რაღაცნაირად მე სოსო დამეხმარა რაღაცები, მე შევიძინეთ. ღონისძიებები მახსოვს ვიღებდი და სოსოსთან ვამჟღავნებდი სახლში. ლაბორატორიაში, სოსოს სახლშიც ჰქონდა ლაბორატორია. სად იყო ციფრული აპარატები და მობილურები, როცა ზალი კოდაკით, სპუტნიკით, სვემათი იღებდა და თან იღებდა არაჩვეულებრივ ფოტოებს. ნუ რა თქმა უნდა ეს იყო თავდაპირველად შავთეთრი ფოტოები. მერე მოვიდა პროფესიული ფოტოაპარატი, ციფრული ფოტოაპარატი და მოკლედ ზალი გვანებივრებს ფოტოებით. ყველა მეცნიერ მუშაკს ჰქონდა რაღაც გეგმა. ვისთან უნდა მოეწყო, ესე რა ქვია, ამას უთანხმებდნენ დირექტორს და ერთი ღონისძიება მე აქაც მოგადაღებული ალექსანდრე თიროშვილთან, ძალიან საინტერესო ფოტოა. ხარიტონ ახვლედიანი, ალექსანდრე დავითაძე და ესე თიროშვილი. ეს იყო გამორჩეული პროვიზორი იყო ბათუმში. და ეს ამის გვარი დამავიწყდა. ეს იყო ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ასეთ გამორჩეულ ადამიანებთან ხდებოდა შეხვედრები. ბათუმში ხშირად იყო ასეთი რაღაცები. მე მგონი არ იყო დარჩენილი ადამიანი, ვისთანაც არ მომხდარა შეხვედრები. ახლა რო გაიგებდნენ რომ იუსუფ კოპოლაძესთან შეხვედრა, ხო წარმოგიდგენია რამდენი ხალხი იყო აქ. თეატრი, მთელი თეატრი და მთელი სანათესავო და მთელი სააცნობო. დიდი მადლობა გადაუხადო ამ ღონისძიების მომწყო ყველას, ვინც კი მიიღო მონაწილეობა იუსუფის გახსენებაში და მის პატივსაცემად გამართულ ამ მშვენიერ საღამოში. ეს არის ჩემი საყვარელი ფოტო. ალბათ ყველა იცნობს ვინ არის. თქმაც არ ჭირდება. ეს გადაღებული 2003-ში. ზუსტად მახსოვს, ჩემი მეუღლე მუშაობდა მეხუთე საჯარო სკოლაში და მოუწყო შეხვედრა ბატონ ზურაბს. და აი იქ არის დაფიქსირებული ეს ეპიზოდი. რამოდენიმე კადრი მაქვს ესეთი. და მე მგონია იშვიათი კადრებია. სიზმარეთში ბევრ არავერთან ხალხის სახელი და სახე ჩვენი პოეზიის ერთი მამაღმერთი ორი რუსთაველი ვნახე. ცელკი ბავშვი ვიყავი, სოფელში ხილის ხურს მედახდე. ჩინგარი. ედემსუზი. აი ადამიანები, რომლებიც კოლორიტები იყვნენ, არა მარტო ჩვენი ქალაქის, ქვეყნის. რა ვიცი, აბა რამდენი ერთი ჩამოგიცვალო.
მუზეუმმა ძალიან კარგი ღონისძიებები შემოგთავაზა. მათ შორის ერთ-ერთი ლამაზი დღევანდელი გახდა. შესაძლოა იგი არ იყოს გრანდიოზული, მაგრამ თავად თარიღია. ისეთი გრანდიოზული, რომ მე მგონი მას არ სჭირდება გრანდიოზული გამოფენის ორგანიზება. დღევანდელი გამოფენა ფიქრობ რომ განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ეს თემატური გამოფენა ეძღვნება ძირითადად ხის ნაკეთობას. როცა პერსპექტივა გაფუჭების უფრო მეტია, ვიდრე შენარჩუნების. ეს ყველაფერი თუ არ აღვადგინეთ და თუ არაფერი არ შევინახეთ, კაპიკი დაკარგულია ეს ყველაფერი. მაშრა შენს ფრენას ბრთა რა მოსმიდა? რაცომ მაშკა? რაცომ? ფალუმა რამდად მოავტო, რამდად მოხვეცა, რა სიყვარული. მაშინ ამბობ რომ არ ყოლიან მტრები, რუსთავებს. არ გაქცევია სამშობლოდან სულთან ხუთარებს. უიმედოსებთ ის ბრალია რომ ამ ქართველმა უცხოეთში სულიდარი. მე აღფრთოვანებული ვარ. არა იმით რომ საქართველოში გვაქვს ასეთი ძვირფასი მუზეუმები. არა იმით რომ აჭარაში ამ ძირძველ კუთხეში არსებობს ასეთი დიდი განძეულება. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენით, ვინც ემსახურება მუზეუმს. პედაგოგებით, მეცნიერ მუშაკებით. ჩემი ტუკუჩუნები, ბაბუჩა კუჩუნები. ვაუ, ლაფეხა და შენ ის ბიჭი ვინ არის? ვერ ვიცანი, ვინ არის? მოდი ბაბუ, მოდი ჩამეხუტე. მოდი ჩემი სიკალული, ბაბუ სიკალულები, ბაბუ სიხარულები. ეს ცოტა მორცხვი ბიჭია, მაგრამ ძალიან გულიანი ბიჭია. ხო ბაბუ? გმირები სადაა შენი? რაშვებიან? სუპერ გმირები. მოდი. ჩამოხი. აჰა, მაგი რა ახალია? ნიანგია მაგი? ჩვენ საერთოდ წარმოშობით ღანერიდან ვართ, შენგელიები. ბაბუა იქიდან წამოვიდა 900-იან წლებში. აქ შეიძინა ეს ადგილი. და ბებია იყო რუხაძის ქალი და ეს ჭაკანიდან იყო. იქ ახლოსა ეს ღანერი ჭაკანი ერთად არის. მამაჩემი მუშაობდა სამხედრო ვაჭრობა იყო ასეთი ორგანიზაცია ავტოფარეხის უფროსი იყო და ჩამოიყვანეს პირველად აი ვილისები იყო, რუსული ვილისები, ასეთი ბრიზენტის სტენტიანი მანქანები იყო და გადაწყვიტა მამაჩემმა ჩვენი ოჯახი, დედა, მე, ჩემი ძმა თვითონ მძღოლად იყო და თავისი ბიძა თედორე რუხაძე და მისი მეუღლესთან ერთად შემოიარა ნათესავები. ეს იყო 57 წელი. გადახტა. ეს ძალიან დამამახსოვრდა იმპერიის პერიოდი. ეს იყო 57. 59-ში მამა გარდამეცვალა. 12 წელს ვიყავი მაშინ. და უკვე რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ყველაფერი. გააკეთე შენი, ნახე. შეხედე, ნახე. შეზე უკეთეს ნახე. ჩემი ბავშვობა საერთოდ შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. ბედნიერი ბავშვობა და ბავშვობა უბამოთ. იმიტომ რომ 12 წელს ვიყავი, მამა გარდამეცვალა და ეს უკვე სულ სხვა პერიოდი იყო. სასიამოვნოც იყო და მამა იყო, დედა იყო, ახლობლები იყვნენ და უზრუნველი ბავშვობა მქონდა. ყველაფერი, არაფერი არ გვაკლდა. იმ პერიოდში ადამიანები დალხენილი იშვიათად იყვნენ, ყველა გაჭირვებაში იყო და ყველა ერთნაირად ცხოვრობდა. ყველას ერთნაირად ანსაცმელი ეცვა, ერთნაირად ფეხსაცმელი ჰქონდა ყველას. ამ მხრივ ჩვენ ნამდვილად ბედნიერები ვიყავთ, რომ მამა ძალიან ინტერესიანი კაცი იყო და ოჯახის კაცი იყო. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ოჯახი ყოფილიყო მაღალ დონეზე.
ამას ვგრძნობდი, მე რო შევადარე ეს ყველაფერი. დავრწმუნდი ამაში. შრომის სიყვარული აქვს ძალიან დიდი ოდენობით და არასოდეს არაფერი არ დაზარებია, რო უყურებ, რომ შეიძლება მთელი დღე გასული იყოს სამუშაოდ 6-7 საათი მუშაობდეს, სახლში მოვიდეს, ახალახანს დამჯარი იყოს გამზე და რომ მეთხოვოს მისთვის, რომ რაღაცა გამიკეთე დამეხმარეო, არასოდეს არ ყოფილა, რომ აუ ბაბუა დაღლილი ვარ და მეზარება და ვერ გამოვალ, არასოდეს არ ყოფილა. არ არის მკაცრი, თუმცა შეიძლება ისე ხმა არ მოიღოს, მაგრამ ვიხდე რომ შენზე გაბრაზებულია და შეიძლება არაფრის გაკეთებით გაგრძნობინოს, რომ რაღაცა არასწორად გააკეთე და გიბიძგოს გამოსწორებისკენ. ჩვენ გვქონდა ბოსტანი, კიტრი, პამიდორი, წვანილები, ეს ყველაფერი აქ მოგდიოდა. აი, აქამდე იყო ეს ბოსტანი. მერე შეიცვალა კონფიგურაცია, ახლა ჭიშკარი გახდა საჭირო და ამ ჭიშკარმა წაიღო მთელი ბოსტანი. მაგრამ ჩემთვის საკმარისია. მომყავს ქედის პამიდორი, ახალშენის კიტრი, უკუტრია უყვარს ამას. ხო, ლიმონიც გვაქვს, ერთი ძირი მანდარინაც გვაქვს, ვაშლიც გვაქვს, წყინვალე ლეღვი გვაქვს, ყოწახური გვაქვს აგერ. ძედის ამაკს ვერანაირ გადაიხდის და არ დაეწრაბახოს, რომ ამას შეძლებს, ვერანაირ შეძლებს. კარგად მახსოვს, ზოგჯერ ღამე გამიღვიძია და დედა ტიროდა. მე 12 წლის ვიყავი, ჩემი ძმა 10 წლის იყო და ძალიან ბევრჯერ გამიღვიძებია ამ ტირილიც. და დედას ისეთი ამაგი აქვს ჩვენზე, რომ არ ვიცი. რამე შემოსავლე ჩვენ არაფერი არ ქონდა. იყო ერთი შემოსავლე, პენსია დაგვინიშნა მთავრობამ რაღაც. თუ არსებეთი 30 მანეთის უდენობით. დედა მუშაობდა აქ ქვესადგურია, ქვესადგურში დაიწყო მუშაობა. აქ სურათი მაქვს. საინტერესო სურათია. მე და ჩემი ძმა ბაღში ვართ ველოსიპედებით. ეს ვართ 6 წლის. ჩემი ძმა ჩემზე 2 წლის უმცროსია და დიდი სიხარული განვიცადა, როდესაც ნათლია ორბორბლიანი ველოსიპედი მაჩუკა. ეს იყო რაღაც არ ვიცი რა. ამაზე დიდი სიხარული არ ვიცი, ალბათ პირველი სიხარული შეიძლება იქ ჩაითვალოს. ეს აპარატი, ძირითადი აპარატი იყო, რითაც მე მუშაობდი 80-იან წლებში, მაგრამ ძიმია. მთელი მინუსი ამას ის აქვს, რომ 12 კაცს იღებს მარტო, მეც არა. ზოგჯერ თეატრში მიწევდა გადაღება ოპერის, ან თეატრში პროცესი იყო და ნახე როგორი ხმა აქვს. არასასიამოვნო ხმა აქვს. უკვე ანტიკვარული ვიდეო კამერა კასეტებზე, სხვადასხვა ძალიან ბევრი მეგობარი შემძინა ამ კამერამ. აჭარაში ალბათ სოფელი რო არ იყო ნაყოფი. კასეტები არ იყო სანდო და ყოველთვის 3 კასეტა მიმქონდა. ყოფილა შემთხვევა უმტყუნია კამერას, გამომიცვლია, ახალი ჩამეჯვია. ეს მეგობარმა ცურავდა და მაჩუკა. ესეც და ესეც. ეს ჩემი კამერა, ეს მე ვიყიდე. ეს ძალიან მიყვარს ეს კამერა. კომპაქტური, თავისი ბატარეიკები, თავის ყველაფრით. და ეს ციფრული კამერაა, ეს ციფრულია. ესეც მუშა პროცესია, მუშაობს. ჩაირცო. ეს ობიექტივი კარგია, საინტერესოა, იხურება, იღება თავის დროზე. ძალიან პრაქტიკულია. ხარისხი არ აქვს ცუდი. აი ეს არის ჩემი ავლა დიდება, ასე ვთქვათ. ზვიადი იყო ბათუმში და ეს ყველა კადრი გადაღებულია ინსტიტუტში და მე რამოდენიმე კადრია თეატრში იყო შეხვედრა თავის ამომრჩევლებთან და საზოგადოებასთან. თუ რა არის საქართველოს ისტორია, ეს სისხლი დაწერილი ისტორია, ეს არის ომებისა და ბრძოლების ისტორია, ეს არის თვითყოფადობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორია.
ამ ხის განმავლობაში ძალიან ბევრი ლაქები ქონდა საქართველოს ისტორია. ისეთი ლაქები, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან სამარცხინოდაც კი ჩანს. ზაალ შენგელია არის ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი. ეგ არის პიროვნება, რომელმაც არაერთი შესანიშნავი მატიანის შექმნა თუ შეიძლება ითქვას ბათუმის ისტორიას განსაკუთრებით ამ მუზეუმის ისტორიაზე. მახსოვს თბილისიდან ჩამოვიდა ჯგუფი და ხარიტონზე იღებდნენ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს. ხარიტონმა დამიძახა და მითხრეს გადაიღეს ყველაფერი ეს პროცესი რა. დავიწყე გადაღება ზენიტით. ვიღებ და ვატყობ რომ რაღაც ძალიან ადვილად მიდის ის რა ქვია. 1-5-6 კადრი მქონდა გადაღებული და უცებ მოვედი აზრზე და ჩამოვირბინე ქვემოთ ლაბორატორიაში, გავხსენი აპარატი და რას ვხედა, სიცარიელეზე მუშაობდა. ვაბრუნებდი და არაფერს არ იღებდა. ძლივს გადავრჩი. იყო კიდე ერთი ასეთი მომენტი ხარიტონთან, ისევ ხარიტონთან. გადავიღე ახლა ეს ყველაფერი და წამალში რომ უნდა ჩადო, პირველად გამამჟღავნებელში უნდა ჩადო, მერე წყალში გარეცხო და მერე ფიქსატორში უნდა ჩადო და შემეშალა. ჩავდე და უცებ ამოვიღე. გავრეცხე და ჩავაგდე გამამჟღავნებელში და ბოლოს რო გავამჟღავნე, ფირის მესამედი უცებ წაეშალა, ფიქსატორი ათეთრებდა იმას. ძირს სიცარიელე იყო, შავი იყო ძირს და გადავრჩი რომ ბოლომდე არ ჩავდე თუ რა წაშლიდა ყველაფერს. რამდენი 3 მივცე? 1 2 3 4. გამახსენდა მისი ძველი სამუშაო ოთახი. ჩაბნელებული, სადაც სურათებს ბეჭდავდა ხოლმე და იქ ჩემთვის შესვლა იყო ნეტარება. იქ თუ დამდებდა პატივს და შემიშვებდა, ზოგადად არავის არ უშვებდა, ჩაკეტილი ქონდა ხოლმე ის ოთახი. ნუ უნდა დაგეკაკუნებინა, რომ სინათლეზე ფირი ფუჭდებოდა, როგორც მახსოვს და იქ თუ შემიყვანდა, ეს იყო ჩემთვის ზეიმი. ვუყურებდი, როგორ ცარიელ ფურცლებზე გამოისახებოდა ხოლმე ის ფოტოები, რომელსაც იღებდა მაშინ ლენტებზე იყო. მე ურთიერთობებში სერიოზული ვარ და საქმეში სერიოზული. პუნქტუალური ვარ. არა ეს პუნქტუალურობა არ გადადის იმაში რა ქვია. ვიცი მოსაბეზრებელ სიტუაციაში. ვიცი რომ უნდა მოვიდე სამსახურში, რომ უნდა წავიდე, გავაკეთო რაღაც საქმე, ეს ვიცი და ვცდილობ დროულად გავაკეთო. თუმცა თავიდან როცა ვნახე პირველად ბატონის ზალის, სიმართლე გითხრათ, დისტანციურად განვეწყო მის მიმართ ჯერ ერთი უფროსი ადამიანია და შემდეგ რაღაც დისტანცია მქონდა მასთან, გარეგნობიდან გამომდინარე, სტატუსიდან გამომდინარე, თუმცა ეს ადამიანი მისი დიდი ცოდნის, განათლების და სტატუსის მიუხედავად არის ძალიან თბილი, უშუალო, მოსიყვარულე ადამიანი და ზალი პორტრეტი ძლივს დავითანხმე რომ დავაჯინო ახლა და ვერ ვიჭერ. სულ დადეს აქეთ რევოლუციის მუზეუმში, იქეთ ხელოვნების მუზეუმში და ვცდილობ რომ დავიჭირო და რაღაცნაირად გავაკეთო მისი პორტრეტი. რაღაცას უყრით თავს მე მგონი და საერთოდ როცა ბუნებით იცნობ კაც მისი პორტრეტის გაკეთება ყველა წუთში რო არ გეждდეს იქა ისეც ადვილია. იმიტომ რომ ხასიათი იგი რო იცი ადამიანის ადვილად კეთდება საერთოდ. რამდენიმე წლის უკან ვიყიდე ნახევრად პროფესიონალი კამერა და მოვედი ზალთან, რომ მასწავლე დაახლოებით რა რაკურსით უნდა გადავიღო, როგორ უნდა გადავიღო. თუმცა ისეთი რთული აღმოჩნდა ზალის პროფესია. მე ვუთხარი, მე როგორც გადავიღებ, ისე გადავიღებ. მნიშვნელოვანია ზალი ქუდის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ქუდით და ულვაშით კი. კადრად მახსოვს პირველად რომ შემოვიდა სვანური ქუდით. სახლში, აი აქ ვთამაშობდით, მე და დედა ვიყავით და შემოვიდა მამა. და თავიდან ძალიან მეუცხო არ მომეწონა ეს სვანური ქუდი და მე უკვე იმდენად შევეჩვიე უკვე რომ ვეღარ წარმომიდგენია სვანური ქუდის და ულვაშების გარეშე. რაც თავი მახსოვს ულვაში მაქვს.
ერთხელ მაგ მოპარსული ერთი ფოტოც ამა. იმის მერე ულოში არ მომიპარსია. სხვადასხვა სოსოსაც უყვარდა ეს სვანურიქუდე. არ ვიცი გვარში გვაქვს ალბათ ეს სიყვარულია. ჩვენ ერთ ეზოში გავიზარდეთ. ახლა 8 წელი ძალიან დიდი განსხვავება, როდესაც პატარებია ბავშვები. ერთი რომ 3 წლისაა და მეორე რომ 11 წლისაა, სხვაობა არის, მაგრამ ტექნიკის სახში რომ დავიწყე მუშაობა, უკვე ჩვენ გავხდით მეგობრები. ბევრ რაღაცებში დამეხმარა ნამდვილად. ნამდვილად გამორჩეული პიროვნება იყო. მარტო ფოტოგრაფიაში არ ვიწყე. აი 1000 ფოტო რო დაძებილიყო და მისი ფოტოც რო ყოფილიყო, აუცილებლად გამოარჩევდი. სოსოდ წინვალად უკრავდა დოლზე. ანსამბლში უკრავდა, შემდეგ სუხიშვილებში მიიწვიეს, მაგრამ პირობების გამო იქ ვერ გაძლო. დაიწყო ფოტოგრაფია. ძალიან ბევრის მიღწევა შეეძლო. მაგრამ ძალიან ბევრი ხელშემშლელი პირობები ჰქონდა რა. მარტო ის რა დღეს მონანიებაზე თენგიზ აბოლაძესთან მუშაობდა. პრინციპში დღესაც შეუფასებელია მისი ღვაწლი. ჩვენ ეზოში ცხოვრობდა, მაგას 2 ოთახი ჰქონდა, 2 პატარა ოთახი. ჩვენც 2 ოთახი ჰქონდა, ბაბუასაც 2 ოთახი ჰქონდა, ეს გრძელი სახლი იყო, ძველებური სტილის. სოსო რო გარდაიცვალა, ეს ერთი ყოფრი დარჩა მათი გითხარი და მისი მთელი ცხოვრების ნაგროვები თუ რამე შეუქმნია ფოტოგრაფიაში, ყველაფერი იყო იმ ყოფრში. ხარიტონის ღვაწ მე ვერ შევაფასებ, ძალიან დიდი ღვაწლი აქვს მუზეუმზე, ძალიან დიდი. ის რაც შემორჩენილი გვაქვს, რაც შენარჩუნებულია, ეს მისი დამსახურება. ნამდვილად ამას ვერ უარყოფს ვერავინ. და შეიძლება იმანაც განაპირობა, რადგანაც დაერქვა ხარიტონის სახელი ამ მუზეუმს. რაღაც 100,000-ობით ექსპონატია მუზეუმში, ეს ყველაფერი უდაოდ ხარიტონის დამსახურებაა. იქნებ მეთქი უთხარი სამუზეუმო ცხოვრებისთვის ცოდვა ხარ. მაინც დრო მიაქვს ამგვარ მუშაობას. იცით, მან მისთვის დამახასიათებელი ისე ვიცით, ერთგულები თქვა, რომ მე მუზეუმის კოლექტივსო ვერ უღალატებულ. ბატონი ბიძინას დამსახურება იყო გადამიყვანა თეატრში. მაშინ პრობლემატური იყო 2 ადგილზე მუშაობა და იქ დამაწყებინა მუშაობა. 2 წელიწადი თეატრში მუშაობდი ფოტოგრაფად და ძალიან მწყინს, რომ იმდენი რაღაცები მქონდა თეატრში გადაღებული, ფოტოები, სპექტაკლები, ყველაფერი გამიფუჭდა. და ძალიან გული მწყდება, მაგრამ შემომრჩა ერთი უნიკალური ფოტო თეატრზე. ვისაც ახსოვს ეს კორიფეები, ვინც ბატონის თეატრში იყო, აქ არის ყველა. აი ბატონი ბიძინა, ცირა აბზიანიძე, გოგი ბერიძე. რა ვიცი, ყველას ვერ ჩამოგიწვლეთ ახლა. აი მთელი დასი, ფილიპოვი, ანტონი აგერი, ცანავა, იური ცანავა აგერი. მაგალითად, ჩემ დროს ადრე და გეოვნები 20-30 წლის წინათ ადამიანების სხვანაირები იყვნენ. უფრო გახსნილები იყვნენ, უფრო ურთიერთობებიც უფრო თბილი იყო. ეხლა რაღაც კაბინეტური სისტემაზე გადავედით, ყველა ჩაკეტილია თავის ოთახში. თლა 3 ოთახი იყო მუზეუმში. ერთი მეცნიერ მუშაკებიჭდა და ფონდი იყო. სადაც მინდოდა შევდიოდი ნებართვა აღება. ოთახში რო შეხვდები, უნდა დააკაკუნო, ნებართვა უნდა ითხოვო. და ესე უნდა შეგვიძლია ზოგიერთმა კარებზეც დააწერა უსაქმოდ თუ შემოხვალთ. ძალიან სამწუხაროდ ჩემი ყველა ბავშვობის მეგობარიც არავინ ცოცხალი აღარ დამჭა. მეგობრები, რომლებიც მუზეუმში მყავდა, ბიძინა, გოდერძი, აღარ არის. აი ომობანას რო თამაშობდით და რა ვიცი ლახტი თამაში იყო თამაში და არავინ აღარ არის. არც გოგო, არც ბიჭი ამ ხრივ დაჩაგრული ვარ. არიან მეგობრები, რომლთანაც ურთიერთობა მაქვს და პატივისცემა. მუზეუმში გადაღებებს ვაკეთებდით. კატალოგს ვაკეთებდით. ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული. გავაკეთეთ გრიმუშავიანი.
გვიწვალია, მაგრამ რაც გვიკეთებია, ღირსეულად. აქ რა გინდა ხო მოდი? მოგვაგებიო მინდა ხელი შემერხდე. აქ შენ წვილი არ მოხვიდოდი რაღაც ფიქრები გაქვს. სულ ხომ ჩანაფიქრი არ მოგვიჯო. და დავისვიოთ თავი. დაიწყე. ვასე წამოდი, ვასე, მაგია კარგი. ვიდა, ვასე, რაც აისე გადაგმიღე. წამოდი. წამოვიდე? ერთი დაბიჯი გააკეთე. და ახლოს ვიდეთ მოეცა. ემა. ჩემი შეგდებული ცხოვრება გავატარე მუზეუმში. ახლა მე უკვე როგორც რობოტი ისევ რა. ეს არის ჩემი მეორე კი ზოგჯერ პირველიცა. აქ რომ მუშაობ, ეს არის ჩემი უდიდესი სიამოვნება. მუზეუმმა იცი შეჩვევა. ახლა იმ კოლექტივს მე რო შევეჩვია, რამდენი წელი ერთად მომდივარ. ჩემი მეუღლეც აქ მუშაობდა. აქ გავიცანე ჩემი მეუღლე და ოჯახი შევქმნით ერთად. ეს მაჩერებს მუზეუმში და ახლა უკვე ამას აქში საუნდა წავიდი ახლა და ვინ უნდა ვნახო და რა უნდა გავაკეთო. აი ეს ჩემი საქმე და ეს მიყვარს ჩემი საქმე. ეს არის ადამიანი, რომელსაც უყვარს ძალიან თავისი სამსახური, მუზეუმი, საქმე, პროფესია. შვებულებით არ სარგებლობს, ვიცი რომ ხშირად შაბათსაც მუშაობს ხოლმე, კვირასაც მუშაობს, არასოდეს არ აქვს იმისი, თქვათ, პრეტენზია რომ დაისვენოს, ან თქვათ, ისარგებლოს რამე შეღავათებით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის თანამშრომელია მუზეუმისთვის. გამოირჩევა იმით, რომ ის გვერდში გვიდგას ჩვენ როგორც უფროსი მეგობარი და მზად არის ხარში დაგვიდგას ნებისმიერ დროს. ეს იქნება მისი პროფესიული რჩევა, ადამიანური რჩევა და მართლაც ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც დგება სიხარულის გაზიარების მომენტი, ტკივილის გაზიარების მომენტი, პირველი რომელიც გვახსენდება, ეს არის ბატონი საალი. კაშია? ვიდი გადაიგეთ. ხელით აღნიშნა ჩვენი კოლეგის ფედერალურ მუზეუმის ადამიანის ბატონი ზაალ შენგელიას პერსონალურ გამოფენას. მინდა გითხრათ, რომ ბატონი ზაალი არაერთი მნიშვნელოვანი კადრისა და ფოტოს ავტორია. ზაალ შენგელია ნამდვილად ამბობს ამ ქალაქში თავის სიტყვას, ნამდვილად დარჩება მომავალ თაობის აღმოჩნდა და ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი აჭარის იმშვენიერებას, რომელსაც შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვღებავთ. მაგრამ ფოტოგრაფის თვალი სხვაგვარად ხედავს, სხვაგვარად საზღვრავს და მართლაც, როდესაც რაიმე უჭირდება ხოლმე არქივში მივართავთ მუზეუმის მემატიანეს და ეს დაუყოვნებლივ გვეყარება იმაში, რომ კონკრეტული კადრი თუ მოვლენა ეს არის სიჩუმით მოლაპარაკე კაცი, აღარ სჭირდება სიტყვას ბერები, როცა გიყვარდა ღმერთზე. იცი რა არის, ჩვენ პატარა ბათუმში გავიზარდე. მერე ბათუმი გაიზარდე. მაგრამ სიყვარული დაპატარა და იმ პატარა ბათუმს დიდი გული ჰქონდა. კარგ ბათუმს, კარგ მეგობარს. და გადავწე პატარა საჩუქარი. სანთლით საძებარია ისეთი ადამიანები, როგორც ზაალე არის და მე ერთხელ წამოვსდა ამაზე, რომ ის არის სიჩუმით მოლაპარაკე კაცი და ეს არის ერთგვარი კომფორტი დღეს ამ ესეთ ამღრეულ და გადარეულ საზოგადოებაში. მისი ფოტოებიც მეჩვენება, რომ განსხვავებულია სხვების ფოტოებისაგან, ის არ ცდილობს სხეულის, სახის, შენობის გადაღებას რაღაც სულს ეძებს თითქოს. მაქვს იმედი, რომ
ხვალდელი საზოგადოება მის ფოტოებს ამოიღებს და როგორც ჩვენ აი აქ გამოფენილი ფოტოები და საგამოფენო სივრცეში სადღაც გადავდივართ, ის ერთგვარი ხიდია წარსულსა და მომავალს შორის, რომელიც თაობას რაღაც განსაკუთრებულ ძალიან ბათუმობს და ქართულს ადამიანურს აღმოაჩენს მის შემოქმედებაში. დღევანდელი გამოფენის თემა შევარჩიეთ პორტრეტები. აქ ძირითადად წარმოდგენილია ბათუმელები. შეიძლება ყველა ბათუმში არ ცხოვრობდეს, მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლები. ძირითადად ადამიანები, რომლებიც ამშვენებდნენ ჩვენ ქალაქს, ალამაზებდნენ ჩვენ ქალაქს და დღესაც ალამაზებენ.